მოგიყვებით კიდევ ბევრ ექსკლუზიურ თემას, რომელიც თქვენთვის მოვამზადეთ. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სასამართლო ინსტანციის ხელმძღვანელს პარალელურად მილიონიანი ბიზნესი აქვს. ჩვენ მოვიპოვეთ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ელექტრონული პოსტის მიმოწერა, რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლოს ხელმძღვანელობის პარალელურად ვალერი ცერცვაძე ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა და სასამართლოს ვებ მეილებიდან დირექტივებს კომპანიის მენეჯმენტს აძლევდა. კომპანია iTechnics-ის კონკურენტებთან ჰქონდა სასამართლო დავები იმ პერიოდში, რაც საჩენს გონიურულა ეჭვს, რომ ვალერი ცერცვაძე თავის გავლენებს იყენებდა, რომ ეს პროცესები მისი ბიზნესის სასარგებლოდ დასრულებულიყო. წერილები, რომელიც ნამდვილია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არის დადასტურებული და ამბავი იცოდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც ზემდგომია სასამართლო სისტემის და მოსამართლეების საქმიანობას აკონტროლებს და სწავლობს. თუმცა მათ ეს დოკუმენტები არ შეიმჩნიეს და ცერცვაძეს ხელი დააფარეს. ჩნდება განცდა, რომ სასამართლო ხელისუფლება და ზოგადად აღმასრულებელი ხელისუფლება მოსამართლეებს თავად აძლევს უკანონო საქმიანობის უფლებას, რომ შემდეგ მათი ეს საქმიანობა კომპრომატად აქციოს. იკითხავთ რისთვის? იმისთვის, რომ შემდეგ მოსამართლეები სასურველი გადაწყვეტილებების მისაღებად მარტივად აიყენოს. სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ელექტრონული პოსტის მიმოწერა კურიერს კონფიდენციალურმა წყარომ მოაწოდა. წერილებით ირკვევა, რომ სასამართლო სისტემის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი უკანონო ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა. კურიერს ხელში ჩაუვარდა სასამართლო ვებ სერვერიდან ვალერი ცერცვაძის მიერ მის ბიზნეს პარტნიორთან გაგზავნილი წერილები. გზავნილებში ჩანს, რომ სამოსამართლო საქმიანობის პარალელურად ცერცვაძე ელექტროტექნიკის მაღაზიათა ქსელს iTechnics მართავდა. ვახო, აქ რამდენიმე ლოგო არის iTechnics, რომელიც დაგჭირდება აუცილებლად. ნახე და შენი აზრი მითხარი მერე. ნახე აბა, ამ სტილში რომ იყოს ერთი ან მეორე. მე დახრილი უფრო მომწონს. მიმოწერიდან ჩანს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე წყვეტდა კომპანიაში ისეთ უმნიშვნელო საკითხებსაც კი, როგორიცაა მაღაზიებისა და სარეკლამო აბრევის დიზაინი. მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერული ტექნიკის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშის საკონტროლო პაკეტი დღეს ოფიციალურად ცერცვაძის ცოლის ძმას ეკუთვნის, თუმცა კურიერის მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით აქციების რეალური მფლობელი სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე თავად არის. ვალერი ცერცვაძე ამას ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა. დაბეჭდებით შემიძლია გითხრათ, რომ არც კომპანია iTechnics-თან, არც სხვა არანაირ ბიზნესთან მე არასოდეს არც ახლა არც შეხება არ მქონია. ცერცვაძის ელექტრონული პოსტის მიმოწერა ნამდვილად რომ სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ეკუთვნის, დადასტურებულია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. წერილებს ვალერი ცერცვაძე კომპანია iTechnics-ის მაშინდელ დირექტორს ვახტანგ ჟუჟუნაძეს წერდა, რომელმაც 1 წლის წინ ცერცვაძის კომპანია დატოვა. ჟუჟუნაძე ინტერვიუზე უარს ამბობს, თუმცა კურიერს კონფიდენციალურმა წყარომ კიდევ ერთი დოკუმენტი ჟუჟუნაძის მიერ კონკურენციის სააგენტოში გაგზავნილი წერილი მოაწოდა. ის დეტალურად ყვება ვალერი ცერცვაძის ბიზნეს ინტერესების შესახებ. ვალერიან ცერცვაძეს ჩემი iTechnics-ში ყოფნის დროს არაერთგზის ქონია განზრახვა არაკეთილ სინდისიერად და ცილის-მწამებლური მეთოდებით ზიანი მიეყენებიდან კონკურენტებისთვის ისეთი ქმედებებით, როგორიცაა ცრუ და მოგონილი ბრალდებებით, ფინანსური და საგამოძიებო სამსახურების შეგზავნა და ასე შემდეგ. წლების განმავლობაში და ამჟამადაც აღნიშნული კომპანიის რეალური მესაკუთრე გახლავთ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძე. iTechnics-ში ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღებოდა მისი თანხმობით და პარტნიორთა ყველა კრებაზეც უშუალოდ ხდებოდა ვალერიან ცერცვაძის მონაწილეობა. ასევე კომპანიის დაფუძნება და განვითარება მოხდა უშუალოდ მისი ფინანსური ინვესტიციებითაც და წლების განმავლობაში და ამჟამადაც შეპს iTechnics-ის საბრუნავის აღსრების გაზრდისთვის აღებული ბიზნეს ესხები ბანკიდან უზრუნველყოფილი იყო ვალერიან ცერცვაძის პირადი თუ ოჯახის წევრების ქონებით. ცერცვაძის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი რიად ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონკურენტების ჩამოსაშორებლად საკუთარ გავლენებს იყენებდა. ასახელებს კონკრეტულ მაგალითებსაც და აღწერს, როგორ ებრძოდა წესების გარეშე ცერცვაძის iTechnics-ი iPlus. დაპირისპირება კომპანია Apple-ის პროდუქციით მოვაჭრე ორ ქსელს შორის სასამართლოში უკვე დასრულდა. ცერცვაძის კომპანიის სასარგებლოდ მოსამართლემ iPlus 1,5 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. მე როგორც კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავ მსგავსი მეთოდებით ბაზარზე უპირატესობა მოგვეპოვებინა. რის გამოც ვალერიან ცერცვაძეს თავისი გეგმები სისრულეში ვეღარ მოჰყავდა ხოლმე. მაგრამ მას შემდეგ რაც კომპანიის დატოვება და წილის გაყიდვა მომიწია, აღნიშნული არაკეთილ სინდისიერი განზრახვები ვალერიან ცერცვაძემ სისრულეში მოიყვანა კონკურენტი კომპანიების iPlus-ისა და Apple City-ის მიმართ განხორციელებული ქმედებებით. მოგახსენებთ, რომ ვალერიან ცერცვაძე არ გახლავთ რიგითი მოსამართლე და მისი გავლენა სასამართლო სისტემაში უდიდესია. ვინ და მე ნამდვილად კარგად ვიცი მისი ზნეობრივი და მორალური პრინციპები. მოსამართლის წერილები კურიერმა iPlus-ის ხელმძღვანელს
გადააჩვენა. აღმოჩნდა, რომ მათ ამ დოკუმენტების არსებობის შესახებ აქამდეც იცოდნენ, თუმცა საჯაროდ არ უსაუბრიათ. iPhone Plus-მა სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან დავა მორიგებით დაასრულა. ჩვენ დოკუმენტების არსებობის შესახებ გავიგეთ მორიგების შემდეგ, თუმცა როგორც გითხარით, რადგან მორიგება გვაქვს გაფორმებული, არ აქვს რომ თავიდან დაგვეწყო, არ გვინდა რომ დავიწყოთ და დავაში შევიდეთ ისევ ამ დაუსრულებელ დავაში იმ ადამიანებთან, ვისაც მაინც თვლის რომ არაფერი არ გამოგვივა და შესაბამისად ახლა ჯერჯერობით არა ესე დარჩება. რასაც ლაპარაკობდი დადასტურდა ის, რომ ეს იყო გამიზნული პროვოკაცია iPhone Plus-ის წინააღმდეგ, რათა iPhone Plus შექმნა პრობლემა გაკოტრებული იყო. მრავალთვიანი ხმაურიანი დავისა და არაერთი საჯარო ბრალდების შემდეგ, რატომ გადაწყვიტეს კონკურენტებმა მორიგება და რატომ აპატია ვალერი ცერცვაძემ კონკურენტს სასამართლოს გზით მოგებული 1.5 მილიონი მიზეზი საიდუმლოა. ჩვენ მოვრიგდით შემოდგომით, უკვე წინა წლის შემოდგომით და დეტალებზე საუბარი სასამართლომ აგვიკრძალა. სკანდალური კომპრომატების შესახებ განმარტებებს არაკეთებს ყოფილი მოსამართლე და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე. კომპანია iTechnics კი როგორც ჩანს, კურიერის ხელში წერილების მოხვედრამ დააბნია. ინტერვიუზე უარი გვითხრეს და მხოლოდ განცხადება გაავრცელეს. მინდა განვაცხადო, რომ წერილში მითითებული ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს, სამწუხაროა, მაგრამ ეს ყოველივე ჩემი ყოფილი პარტნიორის, ვახტანგ ჟუჟუნაძის სუბიექტური შეფასება, რაც მისი პირადი წყენისა და კომპანია iTechnics მიმართ საკუთარი დაინტერესების შედეგია. სრულიად გაუგებარია რა მიზანს ემსახურება ამ თემის მიმართ ინტერესის ხელახლა გაღვივება. მაშინ როცა ამ საკითხზე მხარეებს შორის დავა, როგორც სასამართლოში, ისე კონკურენციის სააგენტოში დასრულდა. კურიერის მიერ დღეს გასაჯაროებული დოკუმენტაცია შესაძლოა ვალერი ცერცვაძისათვის ახალი სამართლებრივი ბრძოლის მიზეზი გახდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილი მასალების გაცნობის შემდეგ საგამოძიებო უწყებებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. ისინი სასამართლოს საქმიანობაში შესაძლო ჩარევისა და კორუფციის ნიშნებზე მიუთითებენ. იგი აღარ მუშაობს სასამართლო სისტემაში, აღარ არის მოსამართლე, საბჭოს რაიმე ბერკეტი მასთან დაკავშირებით უკვე აღარ გააჩნია და შეიძლება ითქვას, რომ დაგვიანებულიც არის, მაგრამ თავის დროზე, რა თქმა უნდა, მას შეეძლო შესაბამისი რეაგირება მოეხდინა. საგამოძიებო ორგანოებს ეს აძლევს შესაძლებლობას დაინტერესდეს ამ ფაქტით, თუ რამდენად იყენებდა ვალერი ცერცვაძე სამსახურებრივ უფლებამოსილებას მისი პირადი, ასე ვთქვათ, მიზნებისთვის. ის ფენომენი, რომ მაღალი თანამდებობის პირები დაკავშირებულნი არიან, ან არსებობს ეჭვი, რომ ლობირებენ რაღაცა ბიზნეს ინტერესებს, ამ ბოლო დროს საკმაოდ ხშირად გავრცელდა საქართველოში. ეს გამოიწვევს ჩვენი სახელმწიფოს ეროზიას, ძირის გამოთხრას და იმ კორუფციული კლიმატის დაბრუნებას, რომელიც ჩვენ ბევრი წლის წინ დავტოვეთ საქართველოს ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო კანონდარღვევას ვალერი ცერცვაძე მოსამართლეობის პერიოდში ჩადიოდა, დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისი დასჯის ბერკეტი აღარ აქვს. ცერცვაძე უკვე 7 თვეა მოსამართლე აღარ არის. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა დაგვიდასტურა, რომ მოსამართლე ცერცვაძის წინააღმდეგ გასულ წელს სწორედ კომპანია iTechnics-ის გამო სრულიად სხვა მასალების საფუძველზე დისციპლინური მოკვლევა დაიწყო. თუმცა გასაიდუმლოებულია რა დაადგინა საბჭომ. დისციპლინური სამართალწარმოება არის კონფიდენციალური და მე დეტალებზე ნამდვილად არ მაქვს უფლება რომ ვისაუბრო. საჩივარი განხილული იყო და წარმოება დასრულებული არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. დღევანდელი მდგომარეობით ბატონი ვალერი ცერცვაძე აღარ არის მოსამართლე. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერანაირ განცხადებაზე და საჩივარზე რეაგირებას ვერ მოახდენს. ის რომ ვალერი ცერცვაძეს როგორც მოსამართლეს ბიზნეს საქმიანობა ეკრძალებოდა, ეს შესაძლო დარღვევების მხოლოდ ერთი ფრაგმენტია. ორგანიზაციაში, რომელმაც ცოტა ხნის წინ სასამართლოში ელიტური კორუფციის შესახებ ხმაურიანი კვლევა გამოაქვეყნა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე საუბრობენ. სულ ყველაფერს თავი დავანებოთ, ის რეპუტაციის პრობლემა, რომელიც აქვს სასამართლოს, ესეთ საქმეებიდან მომდინარეობს, იმიტომ რომ არის არათანაბარი მიმდგომა, არსებობენ ჩვეულებრივი მოსამართლეები და არსებობენ ესეთი ელიტური ჯგუფი, გავლენიანი ჯგუფი, რომლის მიმართაც პრაქტიკულად მთელი ეს სისტემა მოშლილია და ისინი აკეთებენ იმას, რასაც უნდათ. კურიერის ინფორმაციით ვალერი ცერცვაძის ყოფილი ბიზნეს პარტნიორის წერილი კონკურენციის სააგენტომ რეაგირებისთვის პროკურატურას გადაუგზავნა. თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ რა ეტაპზეა გამოძიება და ამ მასალების გასაჯაროების შემდეგ მოუწევს თუ არა ყოფილ მოსამართლეს გამომძიებლებთან მისვლა. ჭიათურაში ქართული ოცნების ორი